ომით განადგურებულ ღაზაში მცხოვრებმა პალესტინელებმა ჯერ კიდევ არ იციან. გაუმჯობესდება თუ არა მათი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ისრაელმა ბოლომძევლის ცხედარი დაიბრუნა. ღაზაში იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ სიცივე და ჰუმანიტარული ტვირთის შეზღუდული რაოდენობა მათ ყოველდღიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ისინი კვლავ ელოდებიან რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას ეგვიპტის მიმართულებით. ბოლომძევლის ცხედარი უკვე იპოვეს, ამიტომ რაფაჰის გადასასვლელი უნდა გაიხსნას. გაუგებარია, რატომ არის ის ისევ დახურული. აქ ბევრი ავადმყოფია, ამ გზის გახსნა აუცილებელია როგორც გადაადგილებისთვის, ისე სამედიცინო დახმარების მისაღებად. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. საკმარისია. ისრაელელმა სამხედროებმა რანგველის ნეშტი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე აღმოაჩინეს. მისი დაბრუნება ფორმალურად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი 20 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმის პირველი ეტაპის დასრულებას ნიშნავს. შემდეგი ნაბიჯი სავარაუდოდ ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვრის გახსნა იქნება, რაც პალესტინელებს გადაადგილების საშუალებას მისცემს და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის ზრდას შეუწყობს ხელს. ხან იუნისში კარვებში მცხოვრებნი მოითხოვენ, რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდეს მდგომარეობა. გვეუბნებოდნენ, რომ ბოლომძევლის დაბრუნების შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა, მაგრამ ვფიქრობთ, ეს არ მოხდება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს. ღაზაში ომი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ისრაელზე თავდასხმას 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 251 პირი კი მძევლად აიყვანეს. მოვითხოვთ შეთანხმებასა და პრობლემის გადაწყვეტას. გვინდა დავუბრუნდეთ ჩვენს მიწასა და სახლებს. ეს უსამართლობა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ისრაელის სამხედრო ოპერაციებს 2023 წლიდან დღემდე 71660 პალესტინელი შეეწირა. ცეცხლის შეწყვეტის უახლოესი შეთანხმების შემდეგ კი 480-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების განთავსებას, ჰამასის განიარაღებას, ისრაელის ჯარების უკან დახევასა და ღაზის აღდგენას ითვალისწინებს.